ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა შესაძლოა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასები გაზარდოს. დარგის ექსპერტები რამდენიმე სცენარს განიხილავენ და ისრაელის მოქალაქეების გარდა ელიან, რომ საქართველოში ბინების შეძენით საერთაშორისო ინვესტორები სხვა ქვეყნებიდანაც დაინტერესდებიან. განმეორდება თუ არა ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ის სცენარი, რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ვიხილეთ. რა მოლოდინები აქვთ სექტორში? მარი მელიქიშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მარი მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ირანში ბოლო დროინდელი სამხედრო კონფლიქტის ესკალაცია და მასთან დაკავშირებული რეგიონული რისკები ქართული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნისა და ფასების ზრდის მოლოდინებს აჩენს. დარგის ექსპერტები რამდენიმე სცენარს განიხილავენ. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, თუ ომი ახლო აღმოსავლეთში დიდხანს გაგრძელდება, საქართველოს არარეზიდენტი პირების მხრიდან თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა გაიზრდება. აქ უმეტესად საუბარია ისრაელის მოქალაქეებზე. ეს სეგმენტი ბათუმში ისედაც ყველაზე სწრაფად მზარდია უცხოელ მყიდველთა შორის და მათზე გაყიდვების 13% მოდიოდა გასულ 2025 წელს. თუმცა ისრაელის მოქალაქეების გარდა უძრავი ქონების ბაზრის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საქართველოში ბინების შესყიდვით საერთაშორისო ინვესტორები სხვა სახელმწიფოებიდანაც დაინტერესდებიან, რომლებიც ალტერნატიული ბაზრების მოძიებას დაიწყებენ საკუთარი კაპიტალის უსაფრთხო ადგილზე დაბანდებისა და შენახვის მიზნით. ეს ყველაფერი კი ცხადია გამოიწვევს უძრავი ქონების ფასებზე ზეწოლას, თუმცა ამ სცენარის განვითარების შემთხვევაშიც კი დარგის ექსპერტები არ ვარაუდობენ, რომ ბაზარზე გავლენა ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს, როდესაც საქართველოში დიდი რაოდენობით მიგრანტები შემოვიდნენ და თბილისსა და ბათუმში ბინებზე ფასების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. თავად დეველოპერებს მიაჩნიათ, რომ როგორც მოთხოვნის, ისე ფასების ხელოვნურად ზრდა ბაზრის დინამიკური განვითარებისთვის კარგი არ არის და გრძელვადიან პერიოდში ამ ფასების ხელოვნურმა ზრდამ შესაძლოა ბაზრის ჩამოშლა გამოიწვიოს. მოკლევადაში ბუნებრივია შოკური ეფექტი ექნება და მოთხოვნა შემცირდება, თუმცა გრძელვადაში შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ დადებითად აისახოს ეს ყველაფერი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და ორი მნიშვნელოვანი მიზეზია. პირველი მიზეზი არის ის, რომ ისრაელის მოქალაქეებს შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრები მოიძიონ, სადაც თავის ფულს დააბანდებენ და ასევე უსაფრთხო ადგილი მათი ფულის შესანახად. და ეს შესაძლოა, რომ კარგად აისახოს საქართველოს უძრავ ქონებაზე, რადგან მათ, როგორც უკვე აღნიშნეთ, წილი დიდი აქვთ გაყიდვებში და საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს საქართველოში ინვესტიციით. მეორე ეს არის უკვე ფართოდ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, რამაც შესაძლოა, რომ საერთაშორისო ინვესტორების მოლოდინები უარყოფითისკენ შეცვალოს და მაგალითად ის ინვესტორები, ვინც დუბაიში ახორციელებდა უძრავი ქონების ინვესტიციებს, შესაძლოა, რომ მათ ინტერესი გამოხატონ სხვა ბაზრების მიმართ და აქ კონკრეტულად ბათუმი შეიძლება საკმაოდ საინტერესო ალტერნატივა იყოს მათთვის. მე არ ვისურვებდი ესეთ ზრდას, იმიტომ რომ ეს არ არის ბუნებრივი ზრდა ქართული უძრავი ქონების ბაზრისთვის. ზოგადად რატო უნდა ვისურვოთ ნებისმიერი ომი და ომის შედეგად რაღაცა თუნდაც ეკონომიკური დადებითი ეფექტი, თუმცა ასევე მდგრადი განვითარების კუთხით ეს არ არის სასურველი. ჯობია რომ ბუნებრივად მოხდეს ქართულ ბაზარზე. რა თქმა უნდა მივესალმები, რომ ვთქვათ არარეზიდენტებმაც იყიდონ და მათთვისაც მომხიბვლელი იყოს ქართული უძრავი ქონება და ქართული ბაზარი, თუმცა არა ვთქვათ იძულებით და სხვა გზა რო არ აქვს ამ შემთხვევაში და შესაბამისად გრძელვადიანად ეს გარკვეულ პრობლემებს იწვევს ხოლმე. თუნდაც ის რომ სწრაფად ხდება ფასის ზრდა და შემდეგ ამ ფასის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ჩამოიშალოს ბაზარი. რაც შეეხება 2026 წლის ტენდენციებს, დარგის ექსპერტების თქმით, ბოლო 3 წელია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც ფასების, ისე ტრანზაქციების კუთხით სტაბილურობა შეინიშნება და თუ რაიმე განსაკუთრებული რყევები არ მოხდა, ეს წელიც ასე დასრულდება. ექსპერტები ისევე როგორც გასულ წლებში წელსაც თბილისსა და ბათუმში ბინებზე ფასები 7-დან 10%-ის ფარგლებში გაძვირებას პროგნოზირებენ, თუმცა ისინი იმ რისკებზეც მიუთითებენ, რაც შესაძლოა მშენებლობებზე გაცემულმა დიდი რაოდენობით ნებართვებმა გამოიწვიოს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბაზარი უახლოეს წლებში ჭარბი მიწოდების რისკის წინაშე აღმოჩნდეს და მოთხოვნა მიწოდების ბალანსი დაირღვეს. ეს 3 წელი იწყება, რომ დასტაბილურდა ბაზარი. მნიშვნელოვანია, რომ ფასების ნაწილში გქონდეს სტაბილურობა.
ისევ განმეორდებული სწრაფი ზრდა არ არის ხოლმე სასურველი ბაზრისთვის და გრძელვადიანი განვითარებისთვის და რაც არის დამახასიათებელი ქართული უძრავი ქონებისთვის ბუნებრივის და ეს არის დაახლოებით წლიური 7-10%-ის ფარგლებში და ხევების გარეშე თუ ჩაივლის მიმდინარე წელით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა ბრად განვითარებაში გადავალთ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ საკმაოდ გაზრდილია მშენებლობების რაოდენობები და მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნის ნაწილი იყოს სტაბილურად მზარდი, რომ რაღაცნაირად ის ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებობდეს და არ დაერღვეს. მოთხოვნის მხრივ არ ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებას თბილისზე თუ ვისაუბრებთ, აქ ძირითადად უფრო ფუნდამენტური ფაქტორები მოქმედებს, რაც არის ეკონომიკური ზრდა, ხელფასების ზრდა, ურბანიზაცია, ოჯახების დაყოფა და ასე შემდეგ. აქ არ ველოდებით რაიმე ცვლილებას, ფასების ნაწილში ველოდებით, რომ ერთნიშნა 10%-მდე ზრდა იქნება, ხოლო მიწოდება ვფიქრობთ, რომ საჭიროა, რომ მიწოდებამ კლება განაგრძოს, რათა მოთხოვნამ და მიწოდებამ თავისი ბალანსის წერტილი იპოვონ. რაც შეეხება ბათუმს, აქაც მოთხოვნის მხარეს არ გვაქვს რაიმე ისეთი მიზეზი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილოთ. ფასების ნაწილში, როგორც უკვე ვთქვი, მცირედი შენელება არის მოსალოდნელი, თავარისკად აქაც ისევ მიწოდება ნარჩუნდება. აქვე თბილისსა და ბათუმში გაყიდული ბინების შესახებ ბოლო სტატისტიკურ მონაცემებსაც მოგაწვდით 2026 წლის იანვარში დედაქალაქში 2900-ზე მეტი ბინა გაიყიდა, ბათუმში კი 1300-მდე, ორივე ქალაქში ტრანზაქციების ზრდა დაფიქსირდა. მარი, მადლობა. უძრავი ქონების ბაზრის უახლესი ტენდენციებით მარი მელიქიშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.